გონების დაფის სტუმარია ადამიანი, რომელმაც საჭადრაკო დაფაზე, ისევე როგორც საჭადრაკო პოლიტიკის დაბაზე უდიდეს წარმატებებს მიაღწია. 98 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული პერფორმანსით 2003 წლის ევროპის ჩემპიონი და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ ბაზმაეფარაშვილია დღეს გონების დაფის სტუმარი. გამარჯობა ზურაბ. გაიმარჯოს გიან. მინდა დავიწყოთ ბავშვობიდან, როდესაც ჩვენ 4 წლის პატარა კაცი გადაწყვეტე ხო, ეგ მართალია. გადაწყვეტე რომ ჭადრაკი გესწავლა, მოიხიბლე ამ წყის ფიგურებით და მინდა დაიწყო ნელ-ნელა ის ისტორიის მოყოლა, პირველი მასწავლებელი ვინ იყო და როგორ მიხვედი 1993 წლამდე, როდესაც საბჭოთა კავშირის 50-ე ჩემპიონატში თვით ანატოლი კარპოვი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხე. აბა რას გაიხსენებ? მოდი დავიწყოთ იქით რომ მე მგონი შეცდომა დავუშვი პირველივე იმაში, მე ჭადრაკზე მივედი 1964 წლის ოქტომბერში. და შენ ოქტომბერში დაიბადე. ასე რომ შეიძლება უკვე დაბადებულიც კი იყავი. მე ახლა ზუსტად ის რომელიც რიცხვი იყო, ვერ გეტყვი, მაგრამ ფაქტი ერთი რამ არის, რომ ამას აუწყოდა ახლა, ხო, ჭადრაკის წრეზე მისვლას. ამას უწყობდა ის, რომ მამა ჩემს ვიღაცა მოკლედ ასწავლა ჭადრაკის თამაში თავის სამსახურში. ხო და ამან რაღაც გახარებულმა იმას მოვიდა, რა ჭადრაკის რაღაც ძალიან როგორი ჭადრაკი იქნებოდა ახლა სახში მოგეხსენება. ხო და მოკლედ მასწავლა ეს თამაში, რითაც ავენთე. და ავენთე ის რომ სულ თხოვდი რომ ეთამაშა სახში დასვენებას უკვე აღარ ვაძლევდი და ნუ გასაგებია რომ პირველად ვიგებდა, მაგრამ მე ძალიან ადვილად მოუგე და ამის მერე უკვე უსწავლებლად, ხო, ამის მერე მოუგე და მოკლედ გადაწყვიტეს რომ ახლა აღარ ვეშვებოდი ახლა სახში სამსახური ხო ჭირდებოდა ბოლოს ოჯახის რჩენა უნდა და რაღაცა და სამომავლო მივიყვანოთ. პირველი დამიყვანა რკინიგზელთა კლუბში, იმიტომ რომ მამა ხო რკინიგზელი იყო, რკინიგზის ინჟინერი იყო და მაგ პერიოდში მე მანქანით ვუშაობდა, იმიტომ რომ მეტი ხელფასები იყო მე მანქანეობაზე და ჭირდებოდა ასე ვთქვათ ოჯახისთვის. ხო და მივედით რკინიგზელთა კლუბში, აქ იყო შიშოვი. აი ეს შიშოვი, ხო, მიხეილ შიშოვი და მოკლედ ბევრი არ გავაგრძელო, უარი უთხრეს, იმიტომ რომ ასაკით არ შეეფერება ჩვენთან მხოლოდ დადიანო, სკოლის მოსწავლეები და ამ შემდეგ და ნუ მოკლედ უკვე დაანისე მე რომ ტირილის პირას ვარ და რაღაცა მე მაინც ურჩეს ის რა არის ერთი ადამიანიო. ის ვარ არჩევსო სკოლის მოსწავლეა თუ არაო, მთავარია რომ ბავშვი თუ მოეწონაო და ეს კაციო მუშაობსო დიდუბის რაიონის მოკლედ პიონერთა რაღაცა იყო ასე ვთქვათ მაგალითად სახელმწიფო საღამოხსოვს და არის ესეთი შოთა ინსპირებელი. მოკლედ წავმიყანა მამა ჩემმა და მივედი და აი შოთას მოვეწონე. მოკლედ რა ვთქვა, ეთქვა ჩემი აი ეს ჟინი ის ყველაფერი გაითვალისწინა და მიმიღო და არა მარტო მიმიღო, სხვებისგან განსხვავებით. იმიტომ რომ ბავშვები მართლა სკოლაში დადიოდნენ, ხო? დილით სკოლა, მერე შუადღისას მოდიოდნენ და ჩვეულებრივად რაღაც საჭმელი, მერე უკვე ჭადრაკის სექცია 1-2 საათი და ასე შემდეგ. მე ვინაიდან სკოლაში არ დავდიოდი, დრო მქონდა ბევრი. დავტირთეს დილითაც და საღამოთაც. ორი იმაში, რაც რომ დედაჩემი ამ შემთხვევაში რომელიც იყო დიასახლისი, დედაჩემს ჰქონდა დავალება მიღებული და დილითაც უნდა წავიყვანო და საღამოთაც. და ხშირად იყო ხოლმე შემთხვევა, სხვათა შორის რაც გავიხსენებ, იცი, შოთა განსაკუთრებული გამორჩეული პიროვნება იყო. მე ვიცი რომ შენი მწველი დავით ჭირაძე იყო განსაკუთრებული პიროვნება, მაგრამ ასევე ჩემი მწველი იყო განსაკუთრებული. ძალიან ხშირად მე რაც მახსოვს, სახში წასვლას მოსვლას მაინც დრო ჭირდებოდა. მიტოვებდა და არა მარტო მიტოვებდა, სადილზე გავყავდი და მაჭმევდა სადილს. ხო ესე თვითონაც რა შეძლებლობები ქონდა ხო წარმოიდგინე პერიოდში არაფერი. და კიდე ასე ვთქვათ სადილს მინაწილებდა. ფანტასტიკური. ასე რომ აი ესეთი და აქედან რომ დაიწყებ და ასეთ რაღაცას რო იმაჩვენე, მე შოთას ჰქონდა, შოთა არა მარტო მოჭადრაკე იყო, ხო პრინციპში პედაგოგები იყო, ინტელექტუალი იყო, მისი მოწაფეები აი აუცილებლად მიაჩნდა რომ აუცილებლად უნდა ვეზიაროთ თეატრს, აუცილებლად უნდა ვეზიაროთ ოპერას, აუცილებლად უნდა გაგვაცნოს მწერალთა საზოგადოება ბავშვობიდან. ეს ყველაფერი. ხო და სკოლაში კარგად უნდა ისწავლო. სკოლაში კარგად უნდა ისწავლო თავისთავად, სხვანაირად როგორ შეიძლება და აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად იმას შეებოდა რომ მე როგორ უნდა გაიზარდო, ხო დღეს დავუშვათ სიტყვაზე ტალანტებს, პირდაპირ აძლევენ რაღაცა. არა, აი როდის სეანსი უნდა ჩატარო, მაშინ ცნობილი იყო რომ კაუბლანკას ჰქონდა ჩატარებული სეანსი და 6 წლის ასაკში მოკლედ პიონერთა არა, პენსიონერთა კლუბში, რომელიც იყო დღევანდელი ვერის პარკში
ჯერ წარაგისასლე არ იყო გაშენებული არაფერი არ იყო, იყო პენსიონერთა კლუბი, საჭადრო კლუბი. აი ცნობილი სურათი იქ არის გადაღებული. ის ცნობილი სურათი იქ არის გადაღებული 6 წლის ასაკში 13 პენსიონერთან ჩავატარე სეანსი და ნუ ერთი წავაგე რა, მოკლედ სამი ყავი დავამთავრე და იყო ის მე დიდი სტატიები დაიწერა ისეთი გაზეთი იყო დაუშვათ ცენტრალური გაზეთი კომუნისტი, რომელშიც დაიწერა დიდი სტატია, რომ შემადარეს დაუშვათ კავაბლანკას ამ შემთხვევაში. მაგრამ ახლა გასაგებია რომ კავაბლანკასგან შორს ვიყავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოსთვის ამ პერიოდში ესე ითვლებოდა რომ ბიჭი გამოჩნდა, იმიტომ რომ ქალებით უკვე განებილებული ვიყავით, იცით ერთ-ერთ სურათში ნონა გაფრინდაშვილიც არის ჩვენთან მოსული და ბუხუტი გურგენიძე, საუკეთესო მოჭადრაკეები, როგორც ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა მას ვთქვათ უჩვენოთ რა ვიცით და ეს ის არის ცნობილი შამათი ლაზიერით F7-ზე და სხვათა შორის იმდენად ვიყავი დახრინი რომ ქალბატონმა ნონამ გაიხუმრა ეხლა რომ ეს აქედან ეხლა განმოვარდებოდა მარტო განმოვარდა. მოსკამილა განმოვარდი, იმიტომ რომ გადავიხარე F7-ისკენ და წინასწარ თქვა. ამის მერე იყო საბჭოთა კავშირში ვიცით რა ცხოვრობდი და მაგას ჩვენი ისტორია და ამას ასე ვთქვა. ვერ ავწდებით. მაგრამ კაი ისტორიაც არის, ხო მარტო ცუდი ისტორია ხო არ იყო. 79 წელს ჩვენ ვიყავით წასული მოსკოვში. მართალი გითხრა მაშინაც დღეს ესე კეთდება, დარწმუნებული ვარ, მაშინაც ესე კეთდებოდა, რომ აი ვითომ სკოლის ისენი იყო რა. სკოლის გუნდი სიამოვნებაში ეს იყო რეალურად ბავშვების შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევაც რომ ნაკრები პრაქტიკულად ნაკრები, რომელიც რაღაც პერიოდში აფორმებდნენ ერთ სკოლაში და გაფორმდნენ ყველანი ჩემს სკოლაში. შესაბამისად მე ყველაზე პატარა ვიყავდი ჩემს სკოლაში გაფორმდნენ და მე-15 სკოლის სახელით ვიყავით წავსული. და აქ იყო ის რომ აი ერთადერთი ეს თეატრიატელი იყო, გოთუჯერ არის თეატრიატელი. ეს იყო თეატრიატი, ერთადერთი ოქტომბრელი ვიყავი, რომელიც თამაშობდა პიონერებში. იმიტომ ეს იყო პიონერთა ასე ვთქვათ ტურნირი და ყველაზე კარგად რაც მახსენდება, არ ვიცი შეიძლება მე გულშემატკივრობდი ხოლმე პეტროსიანს, იმიტომ რომ სულ მესმოდა ბავშვებიდან თბილისია დაბადებული და ნუ ქართულად თვლიდი ეხლა რა ადამიანო და მაშინ იყო მსოფლიო ჩემპიონი 79 წელს. და ჩვენ ტურნირზე მოვიდა. იმდენად კარგად გქონდა საქმე, ცუდად გქონდა რა თქმა უნდა, საქმე აგებდა სპასკისთან უკვე მაჩს და ასე ვთქვათ ერთი დასვენების დღე იყო და ამ დასვენების დღეს გამოვიდა ჩვენთან. და ეს დამადგა თავზე ის სამწუხაროდ ის სურათია, არ ვიცი არა, მაგრამ ეს დამადგა თავზე და რა თქვა იცი, ეს ბავშვი 2000 წლისთვის იქნება მსოფლიო ჩემპიონი. მართალია ახლა ჩვენ ახლა ვერ მივეხმარებოდით ტიგრანს, მაგრამ ესეთი მომენტები იყო. მე ეს არა მე მახსენდება პირველი ტურნირი რომელშიც 100% ავიღე, ეს იყო 72 წელს თბილისში ტანძიაზე რო ის არის ექსპერიმენტული სკოლა, ეხმოთვარწები კომაროვია, ხო? ხო. მაშინ იყო ექსპერიმენტული სკოლა, ამ სკოლაში ისე გავფრობდით ყველა, ასე ვთქვათ რომ მიგვიღო სკოლის სახელით ასე ვთქვათ მონაწილეობა და პირველად ავიღე 7-დან 7 ესე მოვიგე შეჯიბრება. ამას მოყვა მე საქართველოს ჩემპიონატი 73 წელს მოსწავლეთა შორის 13 წლის ვიყავი და მე კი გავიდი პირველ ადგილზე და ნახევარქულით ჩამომრჩა გიამენამდე. გიამენამდე ახლა შედარება როგორი იყო, იცი დაახლოებით დათვი და ბელი თამაშობდნენ დაახლოებით და მე ერთადაც მივიღეთ მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე და მე შემიძლია ისე ჩუმად თქვა ესეთი რაღაცა რომ ადამიანი ახლა კარგი მოგონება ეს ჩემთვის თორე სინამდვილეში ცუდი ფაქტია. პირველი სიგარეტი მაგარ მომაწევია. ესე იგი როცა უკვე მშობლებს ნელ-ნელა რო სწილდები ბავშვი. და უფროსთან რო გაქვს საქმე და რატომ უნდა გამახსენდეს პრინციპში ცუდად, იმიტომ რომ იმ პერიოდში ჩემთვის ეს ხო რაღაცა ახალი აღმოჩენა, ხო? ესეთი ის და ამას ამ ყველაფერს მე მოყვა ჩვენი გუნდის, რომელშიც ხათშორის სიმბატლე პუტიანი მონაწილეობდა 77 წელს, ეს იყო ახალგაზრდული თამაშების საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და რა თქმა უნდა ისეთი რა ქვია მოჭადრაკე როგორც სუმბათა უკვე ჯარში იყო და თბილისში იყო ჯარში ზაკოში და ამიტომ გამოვიყენა საქართველოს და საქართველოს სახელით ასე ვთქვათ სოფეხმა უძლიერეთმა მოჭადრაკე მიასპარეზა და გავგიმართლა კიდევაც ამ ტურნირში ყველაფერი, მაგრამ ავიღეთ პირველი ადგილი, რაც ამნიშნულოვანი იყო ჩვენთან თამაშობდნენ მაია და ნანა იოსელიანი და ნაკრები ძლიერი იყო ზურაბ სტურუა სუბოტოპუტიანი მე და ეფიმოვი.
და ძალიან ისეთი იყო ბოლო ტურში მე მგავსო გადამწყვეტი შეხვედრა რუსებს მოუგეთ 4-2 დავამარცხე და კარგად. და აი ესე ნელ-ნელა მე სხვა შორს აი სიტყვები მინდა ვთქვა, იყო ესეთი მწვრთნელი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი და მთელი ახალგაზრდების ანატოლი ბიხოვსკი. ამასთანავე გარდაიცვალა, ასე ვთქვათ, განისვენოს უფალმამის იყო ყველაფერი, ძალიან კაი კაცი. მაგარი კაცი. ხო და ესეთი ის იყო რა, უბრალოდ მაშინ არ იყო ესეთი გასვლა ევროპის ჩემპიონატზე. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო ცენტრალურ კომიტეტს აქტიურად. საქართველოში ქუთაისში უბრალოდ ვატარებდა და ყურბანები რაღაცა როგორც არის ყველაფერი და ამ ყურბანილების და კაი ადამიანების ხარჯი უყვარდა ქართველებს. უყვარდა. ჩამხტვა მე მაშინ და მოკლედ პირველ ადგილზე გავიდა ჩერნინი მაშინ ევროპის ჩემპიონატზე და მე გავედი მეორე ადგილზე და ასე რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ბევრი რეჟიმები დავარღვიეთ მაშინ ჰოლანდიაში აქტიურად ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო ჰოლანდია, მანდა მაინც ამსტერდამი და ცნობილი წითელი ფანები და რაც გინდა დაუმძახე და წავედით ახლა ეს ორი ბიჭი დაახლოებით გოიმი, იგი და საბჭოთა კავშირის წარმოადგენლები და ვათვალიერეთ ბიჭო რა უბედური მაგა იქ ალიცეს იქ რაღაცა მე ფილმზე შევედით რაღაცა პორნო ფილმი იყო ის და მოკლედ გვიან დავბრუნდით სახში. ეს საცდავი კაცი ბიხოვსკის ამას იგონა რომ აიღეს პირველი ადგილი მეორე ადგილიო და ქევიღაცისგან მიიღეს წინადადება და დანიშნეს. იცნობილი ის იყო მოგდროს კორჩნოი დარჩა. შეიძლება დაეხვრიტათ ის ბიხოვსკი. კაცი ფიქრობდა რომ სად წავიდეთ, რითი წავიდეთ და 3 საათზე მოკლედ რო დაგვინახო რომ შემოვიდეთ სასტუმროში პირველი რაც არ გავიმეორებ ის იყო აი კარგად გვაგიდა ბოლომდე და ახლა ვიმსახურებდით კიდევაც ამ იმას ხო? და ასე მივდივართ ნელ-ნელა ჩემოგია იმ 93 წლისკენ, როდესაც ბომბის აფეთქებაზე ამბავი იყო, იმიტომ რომ ამას წინ უძღოდა, ეხლა როგორ გავედი, არის შემოწმება გია ამის მოწმე არის, მე როგორ გავედი, პავლოდარში იყო ესეთი ქალაქი ყაზახეთში, აქ ტარდებოდა საბჭოთა კავშირის ნახევარფინალი და პირველი ადგილი გადიოდა პირდაპირ ფინალში და მეორე და მესამე გადიოდნენ პირველ ლიგაში და მე პირველ ლიგიდან რა თქმა უნდა გარკვეული ადგილების და მოკლედ მე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ხო იცი ხანდახან ღმერთი გიწყობს ხელს ყოველგვარი რო გითხრათ ხო დიდი მომზადება მქონდა რაღაც განსაკუთრებული ან განსაკუთრებული რეჟიმით ალბათ გამოვირჩეოდი შენ ხო არასდროს გამოვირჩეოდი მაგრამ იყო რაღაცა რამდენიმე გადამწყვეტი პარტია შემიძლია გითხრა რამდენიმე მართლა გადამწყვეტი პარტია რომელშიც სიტყვაზე ერთ-ერთი იყო იურტაევთან ძალიან კაი პარტია ჩავატარე მე ერთ-ერთი იყო ბოლო პარტია, აი სულ ბოლო პარტია გულკოსთან, რომელშიც მე ხაიმზე შევტანხმდი. ხაიმი მაწყობდა პირველი ადგილისთვის, თორე სიამოვნებაში პარტია მოვიგე. შავი ფერით, ახლა გულკოსთან როგორი მოსაგები იყო, გულკო მაშინ დაანცრომილი მოჭადრაკე იყო, ჩემზე გაცილებით ძლიერი და ყველაფერი და აი ეს რაღაც შიდა ის მქონდა რა, წვა და ძლიერი. მე მახსოვს რომ შენ დაგამარცხე მე მგონი, მაგრამ რა იყო იცი საინტერესო რომ ყველა ხო გონია რომ აი ქართველები არიან და ან უნდა მიცენ ან ყაიმიონ არ იყო ესეთი არა ჩვეულებრივი ბრძოლა იყო ერთმანეთში ჩვეულებრივად იმასვენა გიამ სხვათა ძალიან დიდი სიურპრიზი გამიკეთა დებიუტში დებიუტში გამიკეთა სიურპრიზი და არა კარგად გაერკვია ძალიან და გავერკვია და ეთქვა იმდანაც კაი ფორმაში ვიყავი რომ გავერკვიე თორე ხო ჩვეულებრივ ფორმაში ეგრე ვერ გავერკვევი და ასე მოხდა კარპოვამდე მისვლა ეხლა რაც შეეხება კარპოვს მაგაზე მე გეტყვით რომ ესე იგი კარპოვთან მე გამოვიყენე სიახლე, მაგრამ სიახლე კარპოვისთვის და არა ჩემთვის და არა ჩემი მცველისთვის. იმიტომ რომ საქართველოში მიმდინარეობდა რაღაც ჭეყეპეყე ტურნირი, ესე რომ ვთქვათ, არაფერი სერიოზული. ხო და არაფერი დაფასდა რა აღმოჩნდა ამ ასეთ პოზიციის წინაშე და ავდექი და გავისროლე უბრალოდ ეს და ბეხუთი. ხო და შევხედე ჩემს მცველს ბატონ იური ჩიკოვანს, სხვათა შორის ამასენად კაი სტატია წავიკითხე მასზე ძალიან მაგარი პიროვნება. ხო და შევხედე რომ რაღაც გაკვირვებული სახით იყურება. ნუ პარტია მოვიგე, ძალიან უბრალოდ მოვიგე. ახლა მოწინააღმდეგეც არ იყო განსაკუთრებული. ხო და გავიყვანა იურიმ და მეკითხება რომ შენ საიდან იცი ეს ფლო? მე ვთქვა არაფერი არ ვიცი მეთქი, რასაც არაფერი არ ვიცი. ავდექი და წავედი მეთქი რა პარტიის დრო. არაფრით არ დამიჯერა. როგორო? ესო ჩემი ნავინკარიო, ჯერ არ გამოვიყენებიაო, არ ჩემთვის არ მithქვიაო. ერთადერთი ვისაც უთხარი ნინო გურიელსო, ნინო სმაგის მოსწავლე იყო, ხო და შენ ახლა ადექი და გამოიყენებ და ვერ არაფრით არ იჯერებდა რომ მე ნინომ არ მითხრა ამ სვლის შესახებ რა. ეგ არ ვიცოდი. ხო და მე უკვე დავამუშავეთ თავისთავად და უკვე კარპოვთან რომ მოხვდით შავი ფერით.
ნუ ფაქტი იყო, რომ კარპოვი ამას თამაშობდა, ეხლა კორჩნოისთან ქონდა მოგებული. მაგრამ არ იცოდა კარპოვა მეხუთი ეტყობოდა. ხო, არ იცოდა, რა თქმა უნდა, არ იცოდა და ეს როგორ არის იცით, სინამდვილეში პაიკს რო წირავ, ყველაზე კაი სულ არის ამ პაიკის აღება. და მე ნორმალურად იცავენ თეთრები თავს და ხახვით რჩება ეს პაიკი და იგებენ რა. მაგრამ თავარი იყო ფსიქოლოგიური ფაქტორი, ეხლა წადრაგში ფსიქოლოგიაზე ალბათ ვილაპარაკებთ კიდევაც. ფსიქოლოგიური ფაქტორი, ეხლა კარპოვი თამაშობს ოსტატთან. მე დიდოსტატს არ ვიყავი, მაგრამ ოსტატ ხო. არც ერთო შორს არ ვიყავი. თამაშობს ოსტატთან. ეხლა რა თუნდა ვარიანტების თვლა. რა თუნდა ვარიანტების თვლა, როცა წესი და კანონი და ეს თავისი პატარა მარწუხებიანი კობრა თუ ის პითონის სტილით უნდა იმასკნას ნელ-ნელა მოგუდოს და გადააგდოს რა. მე შეახრამონოს. ხო და ამიტომ გამოვიცანით რომ კარპოვი ამას არ აიღებს, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული აი ამ ხელა მინიმალურ რისკთან. რატო უნდა დაუშვათ ეს რისკი? და სხვათა ამის გამო ანალიზის დროს ზუსტად ვიდეოდი დამიმართულებით რომ რა არის ყველა ისეთი სვლა რომელიც პოზიციურ მარწუხებში ჩამაგდებს და ნუ დაუშვათ 103 B4 ეს ყველაფერი რაც გააკეთა კარპოვმა. და ამის მერე კარპოვმა რაც გამაზა სიტყვაზე ეს იყო ეტლი 103 C3 ხო ეტლია და C3 შეწირვა რომ განვახორციელე და ნუ ამაზე უკვე იმის ვაგიროთ რომ ასე ვთქვათ გადაწყობილიყო და უკვე ყაიმისკენ ებრძოლა. არა ხო ინერციით მიდიოდა. შეეძლო. ინერციით მაინც წავიდა იმაზე რომ მაინც მაინც ოსტატია მაინც რომ მოუგო. და კიდე ერთი სვლა გამაზა ყველაზე მაგარი სვლა ამ პარტიაში ლაზერი 103 B2 იყო ესეთ მაგარი სვლა. რომელმაც დაამთავრა პრაქტიკულად კარპოვი და მე უბრალოდ ვიდეო და ტექნიკურში რა თქმა უნდა მე მქონდა წუნი, გარკვეული წუნი, ეხლა ეს რო გაანალიზო დავუშვათ სიტყვაზე მიხვდები რომ უფრო ადვილად შემეძლო მომეგო, მაგრამ რესურსი ბევრია მივიყვანე გადადებამდე, თავარი ეს იყო და მე შინაგანად დარწმუნებული არ ვიყავი რომ მოგებულია. ხო და რო გადავდეთ პარტია გამოვედი და იურა ეხლა ძალიან გახარებული და მურიკო მაკლა კიდე ლომაია, ასევე ჩემი მცველი იყო და ორივენი აქტუალებული არიან მიყურებენ რომ აი ყოჩამ და ვეკითხები რომ მოგებულია იურამას ვიგებთ კი და მიყურებ და კი მაგრამ ამ ხელა მოჭადრაკე ხარ უკვე და მაგდენი არიცი რომ და მე უნდა რუსულად ლაპარაკობ და ხო ვიურა он не будет доигрываться, ეგეთი რაღაცა სიამოვნებაში გამოსვლა კიდევაც და იდეალურად გამარჯდა, იმიტომ რომ შაბათობა იყო, ჩვენ ყველანი წაგვიყვანეს, ის ხეები უნდა დაგერგო იმაზე რა ქვია, სადაც მაგათ ჭადრაკის სახლი ქონდოთ გოგოლოვის ბულვარზე, ჩვენ დავდგეთ რა თქმა უნდა, უпроსტად მოამზადეთ ორმოები, ყველაფერი კარპოვი მოვიდა და ხედარგო. ვარიანტი და იქვე მითხრა ზდაიუს. და წავიდა. ოფიციალურად რა არ ყოფილიყო ახლა სადმე. ხო, ხელი ჩამორთმეოდა რაღაცე. ან ძალიან მაგარი ისტორია. მოვედით 93 წლამდე. კი ბატონო. კი ბატონო, ზურა, მინდა საჭადრაკო ოლიმპიადებზე ვისაუბროთ. გახსოვს ალბათ ამ ხელა ენთუზიაზმი იყო იმ გუნდს, რომელსაც ჩვენ ლიდერობდი წლების განმავლობაში და თან მე რა მახსენდება, იცი? ხან როცა ხებულობდი ხოლმე ცუდ პოზიციას, ხო? შენ გაბრაზებულს, გამწარებულ სახეს რო დავინახავდი, მე ხვდებოდი რომ მინიმუმ აღარ წააგებდი. ხო, გამწარებული როცა თამაშობდი, მინიმუმ აღარ წააგებდი იმ პარტიას და არის 98 წლის ოლიმპიადა ალბათ იყო საუკეთესო, რაც ქართული კაცების საოლიმპიადო ისტორიაში იყო, პლუს 6 პირველ დაფაზე წარმოუდგენელია და ფაქტურად ჩემპიონი პერფორმანსით, ხო? რომელიც გამოარჩევს. რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ რომელიც ემოციები ხო, რომელიც მოყვები, რომელიც გაიხსენებ მაინც. ყველას აქვს რაღაც გარკვეული ემოციები. რა თქმა უნდა, პირველი მაინც პირველი არის, მე ვიტყოდი 92 წლის მანლის საქართველოს ეს იყო საქართველოს სახელით საერთოდ პირველად მონაწილეობ, იმიტომ რომ პირველად გახვედი საბჭოთა კლანჭებიდან რა, აღარ ახარ და შენი ქვეყნის ასე ვთქვათ ღირსებას იცავ და რაღაცნაირად შეძე მოქმედებს და ეხლა გიამ სწორად თქვა, როცა ინდივიდუალურ პარტიას თამაშობდი სიტყვაზე ის რომ ცუდი პოზიცია მივიღე, ჩემში სიმწარეს არ იწევდა, ნუ მივიღე ცუდად და ჩემოცოლმაც იცოდა რაღაცნაირად ესე დაყვინთული მიხარო და დამთავრებულია შენი ამბავიო, ხო? ხო და გუნდში არის სხვანაირი პასუხისმგებლობა, რომელსაც მართლა განვიცდიდი ხოლმე, აი შინაგანად რომ მე ცუდად რომ თამაშობ და ამ პარტიას რო უკვე ჩემი გუნდი პრინციპში იმას უკეთებ, ხო, რაღაცნაირად რა ტიპის ლიდერი ვარ თუ ასე ვთქვათ გუნდი ესე იოლად ხო, წაგებით უნდა
დაიწყოს და რაღაცა ჩემი გამო განიცადა და ეს მამწარებდა და ეთქო ამას ესენი გძნობდნენ მე ვერ ვიგზნობდი შინაგანად სვანარის სახე მქონდა სვანარის სახე მიხდებოდა შესაძლებელია მე ვუშვებ იმიტომ რომ ერთხელ ჩემი სახე ვიღაცამ ფოტოგრაფმა გადაიღო და მე ვიფიქრე ანანდი 1-2 დღე არ მელაპარაკებოდა და მე რო ნახე ჩემი სურათი როგორ უყურებდი ბიჭო 2 დღე კი არა შეიძლება თვეობით არ დავლაპარაკებოდი მეთქი ჭამდი ანანდი ჩემი სახე ჭამდა ესეთი სახე მქონდა რა ხო და ეტყობა ეს ივან ჯუგთან იყო იმიტომ რაღაც ძალიან ძიმე და მე რომ მოუგე საერთოდ ხო ეგეთი ძიმე კი არა სასიულება იყო და ხო და ეგეთი რაღაცები ხდებოდა და მე მაინც გამოვარჩი მიუხედავად იმისა რომ ის ჩემთვის იყო განსაკუთრებული ოლიმპიადა ელისა და +6 და საუკეთესო პერფორმანსი მე მაინც გამოვარჩი პირველ ოლიმპიადას იმიტომ რომ აქ მე რა ვიგზენი იცი რომ აი ჩვენი გუნდი შედგა რა ჩვენი გუნდი შედგა იმიტომ რომ ჩვენ ხო ბოლომდე ვიბრძოდ სინამდვილეში ჩვენ შანსი ბედლებისა იქაც ჰქონდა იქაც ჰქონდა იქაც ჰქონდა პირველი ოლიმპიადაზე ჰქონდა და ეს იყო რაღაცნაირად აი ერთი მონოლითი მე დიდხანს გავყავს ხოდაშორის ეს გუნდი და მონოლითი შედგა უკვე აქ და თავარი ეს იყო ჩვენთვის რომ ასე ვთქვათ საქართველოს რომელიც განსაკუთრებული ქვეყანაა ქალდობის ჩვენ პატრიოტიზმით მით არა მარტო შედეგებს არამედ ის რაც საქართველოსთვის გააკეთეს ხო ყველაფერი დაწყებული ნონადან მაიადან ანა ალექსანდრიან ანა იოსელიან ნინო გურიელი ქეთინო არახამია რომელიც ამ გუნდს ავსებდა ყველა მიუხედავად ამისა ჩვენ ამ ოლიმპიადამდე ქართველ მამაკაცთა ჭადრაკი იყო მეორე ხარისხოვანი კი ნამდვილად ესე იყო აბას ახლა ვერ გავექცევი ამ სწორია შანსი არსად მანამდე და ამის მერე ქართულ მამაკაცთა ჭადრაკი უკვე აღარ იყო მეორე ხარისხოვანი ამიტომ ეს იყო რაღაც საეტაპო ჩვენი ოლიმპიადა კი ნამდვილად გათახვები რომ ის იყო ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი და აი სიამაყის გზნობა დაგეუფლება კაცოცა იცი რომ ყოველ ოლიმპიადაზე ფაქტიურად ჩვენ ვიბრძოდით სამეულისთვის და ყოველთვის შედეგი უმჯობესდებოდა ერთი ნაბიჯი წინ მივდიოდით მაგრამ სულ ახლოს ამ სამეულთან ნუ სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ ამ სამეულში შესვლა მაგრამ აი სულ ბოლოს უკვე მე-4 ადგილი ავიღეთ რითაც შეგვიძლია ვთქვათ რომ მაინც ჩვენი ისტორია დავწერეთ ზურა მოდი 2003 წელსაც ვისაუბროთ ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველი მამაკაცი ევროპის ჩემპიონი არ ვიცი აწე თუ რამე მოხდება კიდე მაგრამ ყოველთვის პირველი ეგ იყო და პირველი ყოველთვის დასამახსოვრებელი არის და იმ წელიწადში შენ ქონდა კიდე რაღაც რეიტინგის დიდი მატება 2702 მგონი ხო 702-მდე ეს წელი იყო შენი პიკი თუ რომელში ადარებ შენი სპორტული კარიერაზე გულისხმობ რა თქმა უნდა ნუ რა არის იცი როცა ჩემპიონი ხდები მე ნონას სიტყვები არ დამავიწყდება რომელმაც მითხრა რომ ის რო შენ რაღაცა რეზულტატები გქონდა ის რო შენი რეიტინგი ძლიერი იყო და ბევრი ტურნირი დაუშვათ მოიგე კიდევ ეს სხვა ეს ჩემპიონი გახდი ეხლა სხვანაირია შენ ცხოვრება სხვანაირად გადაიხედება და სხვანაირად დაიწყება შემიძლია ვთქვა რომ ბევრი არაფერი არ შეცვლი და უბრალოდ ნონა თავის პრიზმიდან მელაპარაკებოდა მაინც ალბათ ამას მაგრამ რა თქმა უნდა ჩემპიონობას ვერ შეადარებ ვერც ერთ წინა სხვა ტიტულს და სხვა შედეგს ხო ამასთან დაკავშირებით ამასთან მარინასთან მქონდა საუბარი ჩემ მეუღლესთან მე მიყვარს ხოლმე საუბარი დავუშვათ როგორი ვარ იცით ეხლა ქართველი კაცი რომ მორწმუნე არ იყოს ეგეთი მე მგონი არ არსებობს ეგ შინაგანად მაგრამ მორწმუნეც არის და მორწმუნეც არის ხო მე ჩემნაირი მორწმუნე მაგალითად ყოველთვის ვცდილობს რომ რაღაცა ის შეიტანოს გაიგე რომ აი როგორც არის რასაც ტვინით ვერ მიხვდები სინამდვილეში ძალიან კარგად მესმის რომ ამ ტვინით ვერ მიხვდები მაინც ვცდილობ რომ ახსნა მოუძებნო ხო ახსნა მოუძებნო ხო და ნუ რა ხალხთან მაქვს ხომ ესეთი კამათი ჩემ ქალიშვილთან რომელიც ასე ვთქვათ ხმად მოწმუნე გოგონა ხო ჩემ მეუღლესთან რომელიც ასევეა ხო და მაქვს ხომ ეს აი კამათამდე მივიდოდი ზოგჯერ ცოტა შეხლა შემოხლამდეც მივდივარ ხოლმე და იმ დღეს მითხრა მარინამ შენ როგორ ფიქრობო შენი გასეებული თავით რომელიც არაფერს არ აკეთებდიო ღმერთის გარეშე ამას ყველაფერში იმ მომენტშიო შენ ღმერთი გეხმარებოდაო და პრაქტიკულად შენს გვერდზე იყო ყველაფერშიო კი ბატონო კეთილი ადამიანი ხარო ყველაფერი ალბათ დაიმსახურე და იმიტომ გიდგა მაგრამ როგორ შეიძლება ამის არ აღიარებაო ნუ მიიწერ ამ პარტავნობით მარტო შენ თავზეო აქ შენს უკან იღდა ღმერთიო და არ შემიძლია რომ არ აღნიშნო რომ არა მარტო ღმერთი იტყვის ხო არის ესეთ მოჭადრაკე წივიაკოვი და ის იყო მაშინ თამაშობდა იქ და დედამისი იყო ჩამოსული და
დედამისს უთქვია მე ეს ტურნირის მერე მითხრე დედამისს უთქვია რომ ზურას რო უყურებო მის გარშემო თავის გარშემო ვხედავო რაღაცას აი იმას ნათელი რო ადგათ რა ხოლო ხედავ ამაზე ეს გახდება ჩემპიონი ამ ტურნირში მაგრამ შეიძლება მართლა მქონდა ეგეთი რაღაცა იმიტომ რომ მართლა მიფარავდა ყველაფერი ანგელოზი ყავდა გამოგზავნილი სპეციალურად ტურნირში ჩემი არა ისე აწყო თან სპორტული კარიერათა ისე აწყო ხო და ეხლა მოდი ამ ტურნირზე ვილაპარაკებ იმიტომ რომ ამ ტურნირში მოხდა ის რადგან მე დიდი კრიტიკაშიც მოვხვდი მე და ასე ვთქვათ თელი ცხოვრება მონანიებასავითაც მქონდა ესე იგი თამაშობ პარტიას არის ესეთი რუსი მოჭადრაკე მე გავიხსენებ და ვიტყვი რამშეულობა მოკლედ გადავითამაშე ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთე და პრაქტიკულად უკვე მიმყავს პოზიციურად მოგებულ ტექნიკურ მოგებულ პოზიციამდე მაგრამ რა თქმა უნდა რომელსაც ისე მოგება უნდა თავიდან და არის ესეთი პოზიცია დგას რომ მე უთხარი ქიში მან დაფარა ეტლით დაიცვა ქიში ესე იგი მეფე ეტლით და მე უნდა მოკლე ახლა ეს ჩავწერე ბლანკზე წინასწარ იმიტომ რომ იმას ერთადერთი სვლა ქონდა ესეთი რომ ჩაეფარებინა ეტლი მე უნდა მოკლა ეტლი მოკლავს მეფით მე ვთამაშობ ესეთ სვლას კუჟახუთს და ნუ გადავდივარ ტექნიკურ პოზიციაში ხო და უყურებ რა ქვია ჩემი მეტოქის სახეს რაღაც გაოცებულია და უყურებ რომ ხელში მიჭირავს კუ იმის მაგბილოთ რომ ეტლი მეჭიროს ხელში და კლავდე იმას და აი რაღაცა მე არ ვიცი ახლა ბერამ თქვა ესეთ რაღაცა მოჭადრაკე წესებთან და არ ვაკეთებდი უნდა აჩერებდი საათს და გდებოდა გადიოდი მაგრამ ხო და მე ისე ძალიან ჯიქურად უთხარი უწიმეში სუპერიორთა მეთქი და დაო მიწღრა და აი მაშინ ავდეგი უკალი ეტლი და გააგრძელა ჩვეულებრივად თამაში და ბიჭო შინაგანად ვფიქრობ რომ რა გავაკეთე მეთქი ახლა წესები ხო დავარღვიე ყველანაირად ხო და ამ ადამიანს მეთქი რაღაცა გამომყვა მეთქი როგორც პატარა იმასავით რა რო უბრძანებენ ბავშვს რაღაცას და ეთქობა ისეთი შინაგანიც გამოდიოდა ჩემგან რომ უარი ვერ მითხრა რა არა ისეთი კითხვა დაუსვი რომ როგორ გეტყვა და უარს უყურე ხო ხდებოდა მართლაც რა ხდებოდა რომ ნუ ეს ახლა ის ელემენტარული ტრაფარეტული რაღაცა რაც ჩემ ხელს გამორჩა გონებას კი არ გამორჩა ხელს გამორჩა უბრალოდ და მოკლედ ძალიან ცუდად დავიწყე თამაში სერიოზულად, აი საზღვრად თამაშობდი რა, ისე რომ ყველამაზე ფიქრობდი და აი მამდე მივედით რა, ისე და ნუ აი მამდე მივედით და ნუ აგზელებთ ისე ჩვეულებრივად თამაში და დაიწყო ისევ შეცდომების დაშვება. ისევ მოგებული პოზიცია მაქვს და ბოლოს აი პრაქტიკულად რამდენიმე სვლით ადრე, იმამდე, დანებებამდე მე ვთხარი რომ მეთქი შინაგანად მეთქი არ მაძლევს უფლებას მეთქი და აიმზე იმას ვქნათ მეთქი რა, შევთანხმდეთ მეთქი და აი ამაზეც რო კაცი არ დაგხდებოდა გეტყვის რომ ისო ნიეთ вы прекрасно играли ога იგი ეგეთი რაღაც. ხო და ას გადა ორი სვლა გააკეთა კიდე დამნებდა რა. ხო და გეუბნა ეს გადამწყვეტი პარტია ლონდი არისო რა თქმა უნდა მე კიდე რამდენიმე პარტია მქონდა გადამწყვეტი ვანუელისთან მახსოვს კურიოზული შემთხვევა სხვათა შორის რომ ახლა მოჭადრაკეები იცით თქვენ რომ წყალსაც ხშირად მოიხმართ პარტიის დროს და წვადან შინაგანი ძალიან დიდი არის თავისთავად ჭირდება რამდენჯერმე ტუალეტში გასვლა ახლა არ არის ესეთი ამბავი რომ ხო და ლვანელისთან თავშობ ძალიან დაძაბული პარტია ძალიან რთული პარტია მიდის სულ ესეთი რაღაცა რომ ხან იმას აქვს უპირატესობა ხან მე მაქვს უპირატესობა ნუ მოკლედ ჯახიჯუხი მიდის თანაც ისეთი რომ ჩვენ შორის ყოველთვის ჯახიჯუხი იყო ერთმანეთში ხო და ისეთი ის მიდის რომ ვინც ამ პარტიას მოიგებს მოკლედ რომ ის უნდა გახდეს მე ჩემპიონი ხო და არის რაღაცა მომენტი 20 წუთი მაქვს კომფორტული პოზიცია მაქვს ჩემი გაგებით ჩემი აზრით და ფიქრობ რომ აი ეხლა გავაკეთებ 1-2 სვლას გავიქცევი დავბრუნდები და მიგეთებს რაღაცა სვლას და შევჯექი და ვიფიქრე 18 წუთი 20-დან ვიფიქრე 18 წუთი გავაკეთე ბოლო სვლა ძალიან რთული ვარიანტებია მე მეფით მომიწია აშშამამდე გასვლა შავი მეფით წარმოიდგინე ახლა ეს გათვლილი გავთვალე ყველაფერი და ბიჭო პარტია გაგრძელდა 40 წუთი აი ეს აქედან დაწყებული 40 წუთი და რო დამთავრდა პარტია და აი უნდა მომილოცონ და ყველა და მოვიგე და ეგეთი რაღაცა და ყველა სემცოლსა და ყველაფერი გამანებე თავი გავიქეცით
ამ ხელა იმის ქვეშ სტრესი იყო, რაღაც განუმეორებელი სტრესი იყო პირველად და ბოლო ცხოვრებაში დაუშვა ეგეთი შეცდომა, რომ ასე ვთქვათ, წინასწარ არ წაიგდეს საქმე და არ გააკეთე ის, რაც უნდა გაგეკეთებინა რა. ხო და მოკლედ ამან გადაწყვიტა რა ვერო ყველაფერი ამ ორმა პარტიამ მართა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პარტია. მალახოვი გამახსენდა. მალახოვი ხო. ეს იყო მალახოვი, ეს რუსი მოჭადრაკე, ძალიან კაი მოჭადრაკე. ძალიან ერუდირებული ისეთი ადამიანი იყო, მაგიტომაც ვერ იყო ჩვეულებრივი რომ მოჭადრაკე რო ყოფილიყო მეტყოდა კარგად იყავი რა. შეგეშალა გააფორმე, მაგიტომაც ძალიან კარგი, ძალიან კარგი ისტორია გაიხსენე. ზურა მე მინდა არ მე კი აი სინანგან დღესაც განვიცდი ამ ისტორიას რა. მამა შეგეთი მე ინტერვიუები მქონდა ძალიან ბევრი. ყველგან ეხა ზოგი ისი არის ხო მაგალითად კასპაროვს დღეს დაუღიარებია. ხო. პოლგართან დააბრისია, აი მე არ ვიციო გავუშვი თუ არ გავუშვიო და ეხლა მოჭადრაკემ თუ არ იცის გავუშვა თუ არ გავუშვა, ეხლა ბოლო ისეთი ხარ ვარ. რა თქმა უნდა ეს რაღაცა და შინაგანი განცდა ყოველთვის მაქვს რომ რაღაცა არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ამ არასწორმა იმან მეორე კარიერაში მოგიტანა ისეთი რაღაცა, რაც ყოველ ერთხელ მოდის შეიძლება. ზურა, შენ სპორტულ კარიერაზე და ტურნირებზე რო ვისაუბრობ, მთელი საღამო არ გვეყოფა ამისათვის. მოდი, სამწვრთნელო კარიერაზე მინდა კითხო. შენ იყავი რამდენიმე ჩამოთვლი გარი კასპაროვის, იუდიტ პოლგარის, თემურ რაჯაბოვის, ეტენი ბაკროს, აზერბაიჯანის კაცთან აკრების და რა ვიცი, ეს შეიძლება გავაგრძელო. ძალიან წარმატებული მწვრთნელი, ხო? რომელი უფრო რთული არის? შენ რო თამაშობ თუ რომ მწვრთნელად რო ხარ, წარმოდგენილი, რომელი უფრო სანერვიულო იყო შენთვის? საინტერესო კითხვაა სულ შორის, იმიტომ რომ მე ხო მაინც არ ვიყავი პროფესიონალი მწვრთნელი. ეხლა მე რასაც უყურებ პროფესიონალ მწვრთნელებს, როგორ ნერვიულობენ, აი ბავშვობიდან ვინც არიან და პრაქტიკულად ეს სტრესებს განიცდიან, რომ მე ძალიან ბევრი სხვა შორის ავადდება ხოლმე გულით და ეგეთი რაღაცა, ხო? მე ესეთი განცდები ნამდვილად არ მქონია, პირდაპირ ვიტყვი. განცდები იყო ის შინაგანი, როგორც შინაგანი წვა გაქვს, შენ იმასთან ერთად თამაშობ ამ პარტიას, რა თქმა უნდა, და ახლა შენ ისეთი მოჭადრაკეები ჩამოთვალე დაუშვათ იგივე კასპაროვი, პოლგარი და ასე შემდეგ, რომ უყურე იმ ბავშვებთან ვისაც ვიყავი, ხო ესენი უკვე აღარ იყვნენ ის ბავშვები ჩემ ხელში გაზრდილები. ესენი იყვნენ უბრალოდ მე ვიყავი როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში უძახო იგივე ბაკროსთან, იგივე რაჯაბოვთან, მე ვიყავი დაქირავებული მწვრთნელი. დაქირავებული. ხო. ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვიყავი პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც ამაში ყველაფერს დებს რა, აი ყველა თავის საუკეთესოთვისებას დებს. მე არ უდევდი, ამიტომ განცდაც არ მქონია ამ ხელა. მე ესე იგი შედარებას რო ვაკეთებ, შესაძლოა როგორც მოჭადრაკეს უფრო მეტი განცდები მქონია, ვიდრე როგორც მწვრთნელი. კასპაროვთან ალბათ ყველაზე მეტი იყო. ხო, ნუ პასუხისმგებლობა მეტი იყო. პასუხისმგებლობა დიდი იყო, სოფლიო პირველობებს თამაშობდი, თანაც კიდე ამ ხელა მოჭადრაკემ დაგიძახა და ეს შენთვის არა მარტო პატივი, არამედ ვალდებულება არის და უფრო განვიცდიდი მის ყველა მატჩში, იმიტომ რომ რა ვიცი, შინაგანი წვა თუ სადმე გქონდა აქ. კასპაროვთან ძალიან დიდი შინაგანი წვა იყო. მაგრამ დანარჩენებს უკვე ვერ ვიტყვი რა. ასრულებდი შენ პროფესიონალურ მოვალეობას. ჩემი აზრით ესე რომ უფრო ჩემ პროფესიონალურ მოვალეობას, რომელშიც მე ვიღებდი არც თუ ისე ურიგო გასამჯელოს სიტუაცია. ასე ვიყავი მე სინგაპურში თვითონაც, სადაც კაი გასამჯელო მქონდა და ასე შემდეგ. მე როგორ თქო, მე არავინ არ გამიზდია. მე მივიღე რაჯაბოვი 15 წლის სიტუაცია, ის უკვე გაზრდილი მოჭადრაკე იყო, ძალიან ისე საუბრობდი, ესე იგი პრაქტიკულად ვიყავი სპარინგ პარტნიორი, რომელიც მას აჩვევდა სხვანაირ ჭადრაკს კიდე, ხო, ესეთი. ბაკროსთან უფრო კიდე მეტი ალბათ ვიდრე რაჯაბოვთან, იმიტომ რომ უფრო პატარა იყო ბაკრო. უფრო პატარა იყო ბაკრო, ხო, ამ შემთხვევაში ფრანგი მოჭადრაკე და მისთან სახში დავდიოდი ხოლმე და დამჯე ოჯახური ატმოსფერო იკვრებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ბაკროს დაუშვათ რა პრობლემაა იცი მთავარი, შეიძლება რატომაც იყო მეთქი. ორივე მოჭადრაკეს, რომელსაც მე ამეცადინებდა, რომელსაც პოტენცია ჰქონდა, რომ ალბათ ახლოს მისულიყო ტიტულთან, ორივე მოჭადრაკე თვლიდა, რომ საერთოდ არ აინტერესებს ტიტული. ხო, არ აინტერესებს. ორივე საინტერესებდა კარგი ცხოვრება. სპორტული ჟინია. აი, ხო, ათეულში ხო ვიქნები, ამდენ ფულს ხო ვიშოვე. რა გამანები რა თავი რა. რატომ მოვიკლა თავი? რატომ მოვიკლა თავი? იმიტომ რომ იქ სოფლიო ჩემპიონობაზე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სოფლიო ჩემპიონს პირად ცხოვრება პრაქტიკულად არ აქვს. ხო, თავგადადებული უნდა ქონდეს. ესია. და ამ არც ერთს არ უნდა თავის გადადება. კომფორტი ერჩია. ესეც არის, ხა რომ თუ უყურებ ბაგად ცხოვრებას, ერთ საჭადრაკო მაღაზიები აქვს, რაღაც ინტერნეტი, მეორე მოსკოვში ცხოვრობს და ხანჭადრაკს თამაშობს და საკიდე კრიპტოვალუტაზე არის მიგრებული. ასე ზოგი მათთვის ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანი იყო.
პოლგარი გამოირჩეოდა. პოლგარს თქონდა მიზანი, აი გავუშვათ პირველი, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონობა ის მიხვდა რაღაც პერიოდში ვერ გახდება კაცებში. მაგრამ მე რეკორდა მიზანი 2700, ეხლა 2700 მე 2750, აი ფილმიც რო გამოვიდა ეხლა პოლგარზე. ხო, იქაც არის ჩემი მიზანი იყო კასპაროვის დამარცხება, რომელიც შემეძლო პირველი პარტიაში, მაგრამ ასე გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხდა, მაგრამ ამით ამთავრებს, რომ აი მაინც ხომ მოუგე მე კასპაროვს რა, მიზანი ქონდა. ხო და ჩემი მიზანი რა იყო ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მინდოდა რომ ალბათ კარგად ეთამაშოთ, მაგრამ ეს არ იყო ის, გია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, აი ჩვენი მცდელები ხო გვინახავს, რომ აი ამ ფაქტზე არიან მისულები, ესეთი არის. კარგი, ზურა, მოდი გავხსენოთ 2018 წელი ტრომსო, მაშინ 14 ბოდიში 14 წელი ტრომსო, ჩვენ მაშინ ვიბრძოდით ორ ფრონტზე, ხო? ერთი იყო ევროპის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტობისათვის ბრძოლა, შენი ბრძოდი ამისათვის და მეორე იყო 2018 წლის მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძლობა, ხო? ნუ იშვიათად ხდება, რომ ერთმა ქვეყანამ ორი რამე მოიგოს და მახსოვს შენი სიტყვა მაშინ მე რომ შევთქვი, რომ მე მზათა ვარ ჩემი დავთმო, ჩემი პრეზიდენტობა დავთმო, ოღონ 2018 წლის ოლიმპიადა რომ მოვიგოთ. მახსოვს. მაგრამ ეთქმა ღმერთი დაგვეხმარა და 2-0 მოვიგეთ. 2-0 მოვიგეთ და მოვიგეთ, ვინ იყო მოწინააღმდეგე? იყო კასპაროვი, ხო? სამხრეთ აფრიკის იქაც კასპაროვი იყო, სინამდვილეში კასპაროვი უკვე არ სამხრეთ აფრიკის ხო იყო? სამხრეთ აფრიკას უჭერდა, იქაც მაგრამ თავარი იყო ოლიმპიადაზე, რა თქმა უნდა კასპაროვი იყო თავარი, იმიტომ რომ ის მართლა ყველაფერს დებდა იმისათვის, რომ სამხრეთ აფრიკას გაიმარჯვა. ამავე დროს კასპაროვი არ დავიწყეს, რომ კენჭისყრი და ისე ფიდეს არჩევნებზე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, უნდოდა რომ გამხდარიყო და მესამე ამას ფრონტს ვერ დაუძახებ ხა კასპაროვისთვის, მაგრამ ის უჭერდა ჩემ მოწინააღმდეგეს მხარს, ეს არის ფაქტი დანაიღოს ხო. ხო, მაგრამ გავიმარჯვეთ, ხო? გავიმარჯვეთ. ქონდა ქართული სახლი იქ, ძალიან კარგი. მე მგონი ნორვეგიაში პირველად ქართული სახლი ჩვენ ავამუშავეთ მაშინ. შეიძლება პირველად და შემდეგი არ გამოვარებულა, არც ეგ არ არის გამოვარებული. მაგრამ მართლაც საამაყო იყო რომ ორივე ფრონტზე გავიმარჯვეთ რა, ორივე ფრონტზე გავიმარჯვეთ და ეს ღირსეული გამარჯვებას მე მოყვა მთელი ჭადრაკის განვითარების მრავალი ეტაპი, როგორც ევროპის კავშირში, ისე საქართველოს ჭადრაკისათვის და ეს მნიშვნელოვანი იყო. მოდი ესე დავიწყოთ რა, 2014 წელს მართლაც ეს და პირველ რიგში მე გავიხსენებ იმას, როცა ჩამოვიდა კირსალიმჟინოვი და შეხვედრა გქონდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. და ამ შეხვედრაზე გაჟღერდა ეს იდეა ოლიმპიადასთან დაკავშირებით. სანამ საერთოდ გაჟღერდებოდა ეს იდეა, რომ მე შეიძლება კენჭი ვიყარო, პირველი გაჟღერდა ესეთი იდეა, რომ საქართველოს არის ესეთი მაჩვენებელი, რომ ფიდეს პრეზიდენტი სიტყვაზე იხრება იმისკენ, რომ საქართველოში კარგი იქნება ამის ჩატარება და შეიძლება ითქვას ასეც, რომ გარკვეული ჩვენ დავალებაც მივიღეთ იმის შესახებ, რომ მომზადებული იყო იმისათვის ყველაფერი, რამდენად ვართ საქართველოს, მზად გია ამ დროს არის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ქონდა ერთობლივი შეხვედრა, ასე ვთქვათ, მთავრობის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, ხო და აქ გაისახა, რომ ჩვენ პრინციპში რატომაც არა ვართ საწერო ქვეყანა და თავარია, რომ რაღაცა ინფრასტრუქტურული მომენტებიც დავაკმაყოფილოთ, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის გარეშე მოგესწრებათ ვერ ჩაატარებ ამ ხელა ფორუმს. ხო და ეს და ასე ვთქვათ, მე გამოჩნდა პერსპექტივაში უკვე ის რომ შეიძლება ვიყარო კენჭი ევროპის კავშირის პრეზიდენტობაზე, იმიტომ რომ როგორ რა გამოჩნდა, იცით, რა იკვეთებოდა, რომ ევროპის კავშირმა რაღაცეები ბევრი ხალხისგან მოდიოდა, არ სწორი მიმართულებით არ მიდიოდა, შემიძლია მეტიც ვთქვა, არაევროპული მიმართულებით მიდიოდა. მე ბევრი რაღაცები, ბევრი ცუდი რაღაცები გაიგო, მაგრამ იმ პერიოდში რაც ვიცოდით, ეს რაღაცა რომ რაღაც იდეა წარმოიშვა, რომ აი ზურა რატო არ უნდა იყარო კენჭი, თორე არის ქონდა ბუნებაში, იმიტომ რომ მე მაგ პერიოდში მინისტრის მოადგილე ვიყავი სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ურთიერთობა გადასარევი გქონდა, შეგვეძლო ასე ვთქვათ, მთავრობისთვის ბევრი რაღაცა გვეთხოვა, ჭადრაკისთვის და გავკვეთებინა, მაგრამ როგორც კი გამოჩნდა ეს მაჩვენებელი, სპეციალურად მე ვიფიქრე თავიდან, რომ ეს საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ კასპაროვის უკვე ვიცოდი, რომ კასპაროვის საიტი ხრებოდა და შეიძლება მეთქი რაღაც ესეთი განსაცვლელი მონეტასავით გამოვადგეს, ხო? და სანამ ოფიციალურად უკვე პირველი ის რომ გავაკეთე პრეზენტაცია ჩვენი მე მას პოლონეთში გავაკეთე, სადაც წარვადგინე ჩემი თავი ევროპის ჩემპიონატზე, ევროპის კავშირის მომავალ პრეზიდენტად. აქვე ჩვენ მე მქონდა კასპაროვთან რა თქმა უნდა ნორმალური კაი ურთიერთობა და შევთავაზე, რომ თუ შენთვის ეს მნიშვნელოვანია
მე გისახელებ ჩვენ პრიორიტეტებს. ჩვენი პრიორიტეტებია პირველი ოლიმპიადა, მერე ევროპის კავშირის პრეზიდენტობა. თუ შენთვის მისაღებია, ჩვენ შეგვიძლია გავცვალოთ. ევროპის კავშირის პრეზიდენტობა იქნება შენი კანდიდატურა და ოლიმპიადას ვუცემთ ჩვენ. კასპაროვ მომითხრა, არა, ჩვენ ავიღებთ ერთსაც და მეორესაც. ნუ მე ვუთხარი ახლა ამან კი იცი ჩემი გამწარება, ხო უკვე მოყოლია გამის შესახებ. მე ვუთხარი, თუ ასია, მაშინ ჩვენ ავიღებთ ერთსაც და მეორესაც. და უკვე წავიდა სერიოზული დაკი, ამის მერე წავიდა დაკი, თუმცა ბოლომდე სიტყვაზე იყო ხო ეგეთი მომენტი თუ გახსოვს უკვე კასპაროვის პრეზიდენტობაზე იყო როცა ქართულ სახში მოვიდა ჩემი მოწინააღმდეგის წარმომადგენელი და მითხრა რომ ჩვენ მზათა ვართ რომ დაგნებდეთ ოღონდ აი კასპაროვი გავხადოთ ფიდეს პრეზიდენტი მე ვუთხარი არა იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვაქვს რაღაცა გარკვეული ურთიერთობები ადამიანებთან იგივე ილუმჟინოვი რომელიც მე დამეხმარა რომელიც ჩვენ დაგვეხმარა როგორ შეიძლება ჩვენ მას უღალატოთ ჩემი თანამდებობა არ ღირსმეთი ამიტომ ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ ყველა პუნქტზე მე თან უორეს პოზიციაში არ თავაზობდნენ ხო უორეს პოზიციაში ჩვენ ვიცით ხო მოჭრაკება ვიცით ხა ჩვენ თავის დროზე ვინ ამობდა იცი აი ძალიან მაგარი მსვლელები ეუბნებოდნენ ხოლმე ჩიბურდანიძე თუ გთავაზობსო ყაიმსო გოგუებს აი ჩვენ რომელიც ჩიბურდანიძეს და ყაიმი რა იყო და აუ რა მოხდა ჩიბურდანიძე თუ არ მიიღო თო ესეთი აი როგორ შაკალი მსვლელები იყვნენ ნუ ჩიბურდანიძე რა ხარ თავაზობს იგი ძალიან ცუდად არის საქმე აბარაზე შემოგთავაზებს დაახლოებით ეს თუ ვარიანტია ხო შემოვიდნენ პერიოდში როცა პრაქტიკულად უკვე დანებებული უნდა ყოფილიყვნენ ყველა იმაზე პოზიციაზე და ახსენდება მაშინდელი ისა ფიდეს პრეზიდენტის არჩევნები ეგ ყველაზე საინტერესო გამოდის კასპაროვი და გამოყავს ამერიკელი მილიარდერი მართლა მილიარდერი და ამბობს რომ აი ეს კაცი მზად არის ხვალე ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხდება რომ ფიდეს მიცეს პროგრამებისთვის 10 მილიონი დოლარი და არა ცოცხალი მილიარდერია ნამდვილად ცნობილი კაცი სინგფილდი რომელიც ახლა სანოიშის კლუბი და ყველაფერი გამოდის ილუმინატი და მე მზად ვარ ყოველგვარი იმის გარეშე არაფერი ფული ჯიბეში არ აქვს მზად ვარ მივცე 20 მილიონი ხო და მე იყო რომ ცნობილი ფრაზები იყო რომ გარის უთხრეს რა კულუარებში რომ ეხლა თქვენ თუ გიდათ რაღაცა ჩვენ ორჯერ მეტი შეგვიძლია ასე გავაკეთოთ და ასე პრაქტიკულად იცით როგორც რიცით დამთავრდა ყველა ეს ფორუმი და რა თქმა უნდა ჩვენ დამშელოვანი შეჯიბრება გადაწყდა საქართველოში ჩატარებული იყო და ალბათ მე ვილაპარაკებთ ამის შესახებაც როგორ ჩავატარეთ არა ეს სხვადასხვა ვილაპარაკოთ მე მინდა როგორც ევროპის საჯარო კავშირის პრეზიდენტს დაგისვა კითხვა ეხლა მე დიდი ხანია რაც ვარ მეოთხეჯერ იყრი კენჭ და რა თქმა უნდა წარმატებას გისურვებ პირადად მე მთელი ჩვენი გადაცემაც გისურვებს წარმატებას და იმედია რომ წარმატების შემდეგ კიდევ ერთხელ იქნები ჩვენი სტუმარი მე მინდა ისაუბრო აი რა მოასწარე ამ პერიოდში როგორც ევროპის კავშირის პრეზიდენტმა და თქვათ როგორ პასუხობს ევროპა იმ გამოწვევას რომელსაც თქვათ აზიური ჭადრაკის ძალიან გაძლიერება ქვია ამ ბოლო დროს ჩინეთი, ინდოეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი ხო ეს ხო გამოწვევა ევროპული ჭადრაკისათვისაც და აი ამ კუთხით მინდა რომ ისაუბრო კი ბატონო პირველ რიგში ჩემი პრეზიდენტობის პირველი წლები გამოირჩა იმით რომ გითხარით უკვე რომ სახლი გასასუფთავებელი იყო სერიოზულად იმიტომ რომ არა მარტო მოკლედ იქ მუშაობდა სხვადასხვა სქემები მათ შორის შექმნილი იყო ესეთი შეპესე რომელსაც ერქვა ევროპის საჯარო კავშირი და რომელიც დაფუძნებული იყო ამერიკის ესეთი შტატი არის დელავერი რომელიც ასე ვთქვათ ცნობილია იმით რომ გადასახადები არ არის ამ შტატში და ძალიან ხშირ შემთხვევაში იმ ქვეყნებში, სადაც მაშინდელი ადმინისტრაცია ასე ვთქვათ იყო ძლიერად, ესეთი მომენტი ატარებდნენ ვითომც რაღაცა ტურნირებს, ირიცხებოდა უამრავი ფული ზოგი სპონსორისგან, ზოგი სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც, ეგრეთ წოდებულ ევროპის საჯარო კავშირში, მაგრამ არა შვეიცარიაში და არა ნამდვილ კავშირში, არამედ შეპესეში და მე ნაწილდებოდა ეს ფული შეპესეს დამფუძნებელზე. მოკლედ ეს სქემები სამწუხაროდ იყო ყველაფერი გასახსნელი, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი მონაწილეობა მივიღეთ ამის გახსნაში, მაგრამ დანარჩენი ქვეყნებზე გადავიდა, ქვეყნებს უნდა გაეხსნა და დღემდე მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით რა ფაზაშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს გავხსენით და გავასუფთავეთ ეს ორგანიზაცია, რომ ესეთი რაღაცა მომავალში არასდროს არ მოხდეს.
დამას დაჭირდა პირველი 2 წელი შემიძლია გითხრა სერიოზული მუშაობა პარალელურად იმისა რომ ჩვენ რა თქმა უნდა გავკეთებინა ის რაც ვაკეთებდი ტურნების ორგანიზება, ჩატარება, ტენდერების გამოცხადება და ასე შემდეგ, ხო? ნელა ყველაფერი იხვეწებოდა. განსაკუთრებული მეორე პერიოდი უნდა ყოფილიყო ალბათ ყველაზე წარმატებული 18-22 წელი, რომ არა ერთი პატარა დაავადება რომელიც შემოგვივიდა, COVID-ი. მაგრამ რა მინდა ისეთ გითხრათ, იმდენად კარგად იყო მექანიზმი უკვე დაალაგებული, რომ ამ COVID პანდემიის პერიოდში ჩვენ შევძელით ჭადრაკის შენარჩუნება. შენარჩუნება, იგივე მოვიფიქრეთ ჰიბრიდული ტურნირები, რომლებიც ძალიან ისეთი პოპულარული გახდა და ამის მერეც პოპულარობა. ეს იყო პირველად ევროპამ მოიფიქრა ეგეთი ტურნირები, არავის არ გაუკეთებია მანამდე. ხო და რა თქმა უნდა ის მაინც წაიღო იმ COVID პერიოდმა, თუმცა ყველას მოეხსენება რომ ჩვენი იდეა რომ ჭადრაკი უფრო მაღალ დონეზე დაფასებულიყო 2019 წელს ჩვენ ეს მოვახერხეთ რომ გავიტანეთ ჭადრაკის სხვა სიბრტყეზე სადაც ჩვენ გვეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის დაახლოებით ისევე დაჯილდოება როგორც არის ოქროს ბურთი და ასე შემდეგ ხო და ჩვენ გავაკეთეთ მონაკოში ევროპის საჯარო პაიკის დაჯილდოება და მოვიწვიეთ თავში ყველა ვინც კი საწევო სამყაროში რამე სიტყვა დაწყებული კასპაროვი ხო დამთავრებული ბესელკოკით რომელიც ამასინათაც შემხდა იმიტომ რომ ადამიანებს რომელთაც ძალიან დიდი დამსახურება ჰქონდა ჭადრაკში სხვადასხვა ეტაპზე ხო ჩვენ გვინდოდა რომ ყველა ადამიანს მიეღო აი ეს ჯილდო მონაწილეობა ასე ვთქვათ ყოფილიყო რატომაც არ უნდა ყოფილიყო პიარი აი პიარი მათ გარშემო და ასე შემდეგ ამით გვინდოდა რომ გზა გავხსნა მომავლისთვის რომ მომავალშიც დაფასებული იყოს არა მარტო პროფესია არამედ ყველა ის ადამიანი რომელიც ამ პროფესიას ემსახურება ესეთი რა ისევ და ისევ ჩვენ მასში გამოგვიჩნდა ქართველი სპონსორი დღესაც დიდ მადლობას ვეუბნები ადამიანს რომელიც დღეს უკვე საქართველოს წყალბურთს და საფეხბურთს გაუდგა სათავეში ბატონ დიმიტრი აბდუშელიშვილს რომელიც დაგვიდგა გვერდზე და მართლა აი ეს ღირსეულად ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება და სამწუხაროდ ისევ ეს რა მიჯნა 2019 წელი როდესაც COVID-19 დაუძახეს COVID-19 წლის ბოლოს და პრაქტიკულად მოკლა იცი აი ეს იდეები COVID-მა მოკლა და არა მარტო ეს იდეები მოკლა გია მე შემიძლია გითხრა რომ სოფლიო მენტალიტეტი შეცვალა დღესაც კი ჩვენ აი რასაც უყურებთ ყველაფერი რატომღაც გამომდინარე შინაგანად რო ვანალიზებ ეს არის COVID-ის ბრალი ადამიანები შეიცვალა თვითონ ადამიანები მარტო ერთი ცხოვრობენ და აი დღეს უნდა გააკეთონ ის რაც უნდა და ხვალინდელ დღეზე უკვე ფიქრი ნაკლები არის რა როცა წესი და კანონით ადამიანის ცხოვრება ხო ესე არის რომ უნდა დაიგეგმოს როგორ ახლა რა უნდა გავაკეთოთ, სხვა რა უნდა გავაკეთოთ, ან წარსულს როგორ უნდა ვცეთ პატივი, ეს შეიცვალა. ეს მენტალურად შეიცვალა, გადავიდა სხვა სიბრტყეზე, დღეს ეხლა მინდა, ეს არის. ამიტომ არის რომ თუ შეხედავ, ყველაფერი გაძვირებულია მსოფლიოში, სასტუმროები, ავიაბილეთები, ასე ყველაფერი, იმიტომ რომ თითქოს ისე ბიზნესიც მოეწყო იმას რომ ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და ეხლა უნდა გააკეთო. რა იცი ხვალ რა იქნება, რა ხვალ შეიძლება არაფერი არ იყოს, ხო? ეს არის. ამიტომ ამ პერიოდში დავუშვათ ჩვენ ეს შევძელით რომ ორგანიზაცია შევინარჩუნოთ და კიდევ ცოტა განვავითარეთ რა ამასინათ რა მითხრეს იცი ძალიან ისეთი სიტყვები იყო ჩემთვის რომ ჭადრაკის დინამიკა ევროპაშიო აი დაწყებული 14 წლიდან მიდის ასეო ასე არ ყოფილა მაგრამ აი ასეც არ ყოფილა ესე მიდის სტაბილურად მიდის ზემოთო ეხლა უყურე რა შეასაქმე 22-26 წელი ალბათ ეს ყველაზე შეიძლება ითქვას რომ სპორტული თვალსაზრისით ევროპაში ყველაზე წარმატებულია მაგრამ ამავე დროს შენ სწორად აღნიშნე რომ აი ეს აზიაო ხო მე აზიასაც ვერ დაუძახებ კი აზია არის ცალკე ერთეული კიდე აზიას მე განვიხილავ ძალიან ბევრ ერთეულად ეს არის არაბთა სამყარო ეს არის ეგრეთ წოდებული დაუშვათ აი ეს რეგიონი რასაც ქვია მალაზია, სინგაპური, ინდონეზია შემდეგ ეს არის ავსტრალია საერთოდ და როდის ეს არის ჩინეთი, ცალკე აღებული ერთეული, ეს არის ინდოეთი, ცალკე აღებული ერთეული. ეს მე ვერ ვიტყვი რომ ეს არის კონტინენტის დამსახურება რაც მიდის ახლა ჩინეთში, ან ინდოეთში, ინდოეთში უფრო მეტად რა თქმა უნდა ვიდრე ჩინეთში. იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული ქვეყნის დამსახურება. ეხლა თუ გადმოვიტანთ ევროპულ სიწყეზე, იქამდენი ტალანტი დაიბადა უზბეკეთში და ისა და ჩვენთან რა ხდება აქ ევროპაში? ჩვენ ანალოგიურს ვერ გავაკეთებთ, ძალიანაც რო გვინდოდეთ, იმიტომ რომ ევროპა სხვანაირი მექანიზმია. ევროპაში ისევ და ისევ ამბობ, ქვეყანამ თუ არ მიხედა თავის გამორჩეულ სპორტსმენს, ევროპის კავშირი უნდა უზრუნველყოს ყველა ის შეჯიბრება, რაც
მის კალენდარში არის და უნდა შემოიტანოს რაღაც ახალი იდეები. სხვა შორის ახალი იდეაზეც ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ჩვენი ძირითადი ფუნქცია და მიზანი. ჭადრაკის სკოლებში არის ჩვენი მიზანი, ჭადრაკის სოციალურ სფეროში არის ჩვენი მიზანი. ძალიან საინტერესო სფეროა. სხვა შორის არის ჭადრაკი, რომელიც ვთქვია, შეჯიბრებითი ჭადრაკი და არის ჭადრაკი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ბევრ სფეროში. მათ შორის იცი შენ საქართველოში ეს წარმატებით განხორციელდა და მოხდა ჭადრაკი ციხეებში. იცი ძალიან კარგად რომ რას ემსახურება უკეთესი ადამიანის გამოსვლა ციხიდან, ამას ემსახურება ჭადრაკი იმ ადამიანებში, რომლებსაც გარკვეული ტრამვები აქვს და არ შეუძლიათ ესე ვთქვათ, როგორ ქვია მაგას ზუსტად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებში ჭადრაკი რა ფუნქციას ასრულებს, ეს არ უნდა იყოს მანდამენტ შეჯიბრებითი, ასე ვთქვათ, ის უნდა იყოს ის, რომ ადამიანს უხარია, რომ რაღაც ახალ სწავლობს პროცესში არის დაკავებული. მე ჭადრაკი ისევ არის იგივე ესეთი დაავადების წინააღმდეგ, როგორც არის ალცგეიმერი და ასე შემდეგ. და სხვა შორის ეხლა ამუშავებთ ჩვენ ძალიან საინტერესო მექანიზმს უკვე ფიდესთან ერთად, ევროპა და ფიდე, იმიტომ რომ ევროპული ფონდები სინამდვილეში ძალიან ბევრ სისულელეს აფინანსებენ, ძალიან ბევრ სისულელეს და ეს აღარ მინდა გავიმეორდე და ვთქვა ის, იმიტომ რომ არ მინდა უბრალოდ რამე ნარატივი გავიმეორო, მე ვიტყვი იმას, რასაც ვხედავ, ხო? და როდესაც შეიძლება ამ სოციალურში ისეთი ტოლვილებისთვის დაუშვათ. ბევრი ტოლვილი იყო ევროპაში. ტოლვილებისთვის ჭადრაკი დაუშვათ, ხო? ეს არ არის განსაკუთრებული ძველი სპორტი, რომელთაც შენ ძალიან ბევრი ფული უნდა დახარჯო ამისათვის. ძალიან პატარა ასე ვთქვათ, შეზღუდული რა ქვია, რესურსებით ძალიან დიდ შედეგს შეიძლება მიაღწიო და ამისთვის ვთქვი, რომ ეხლა ეს ჩვენი სოციალური კომისიები განსაკუთრებით ახალ პლანზე გადავლენ. ეხლა რაც შეეხება კიდე, ხო და პროფესიონალურ ჭადრაკს ძალიან დიდი ბოდიში მომხდოება, მაგრამ ეს არ არის ევროპის კავშირის ასე ვთქვათ მიზანი, რომ ევროპელი მოჭადრაკე გაიყვანოს სოფლიო პიროვნებაზე. ეს არის ქვეყნის მიზანი, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება ევროპაში ჩაეწეროს. მე ხა მაგნუს კარლსენი ნორვეგიელია. სიტყვაზე და საუკეთესო მოჭადრაკე. მე ჩავიწერო ეს პლუსი სიცხვილი არ არის უბრალოდ. არ უნდა შემწყვე შემი დავი, მე რა შუაში ვარ. მისი მსვლელები, მისი ქვეყანა არის, ამაში პირველ რიგში, რომელმაც ეს გააკეთეს, ხო, ყველაფერი. და მამამისი სხვადასხვა. ხო და ამიტომ ანალოგიურად ვთქვა, ის მაგდომ მოვიყვანე ჩინეთი და ინდოეთი. ამას არავინ არ შემთხვევაში, უბრალოდ კონტინენტი აზია რა, თორე აზიის თითი არ დაუწყავს მათთვის. ხო, აზიის ფედერაციას. ხო, აი ახლა ევროპა რაც დაპირებს, თუმცა გაისათ, უკვე დავიწყეთ, ჩვენ ყავს ძალიან სერიოზული სპონსორის ახალი სახელწოდება არის სუპერ ტექნოლოგიები და ადრე იყო სუპერბეტი, ეს ორგანიზაცია, რომელიც ატარებს Grand Chess Tour ცნობილი კასპაროვის ტურნირების სერიას და ხარჯავს $6 მილიონ ამ სერიაში. ეს ასე ვთქვათ, ადამიანები დადგნენ ახლა ჩვენ გვერდზე, ჩვენ ვაკეთებთ ერთად ძალიან დიდ პროექტს, ამას ქვია ევროპული სუპერლიგა, სადაც 8 საუკეთესო კლუბი არა მარტო ევროპული, ჩვენ შევთავაზებთ საცურეთ ამასიანა დორკოვიჩი მომითხრა, რომ ეგევე ერთი ადგილიო მახინდრა რო არის, მახინდრას ჩემპიონატი, პირველ ადგილს მიცეთ მახინდრაზე, რომ იმათაც მიიღოთ, რატომაც არა. ჩვენ გვინდა რომ საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატი 8 გუნდს შორის იყოს ევროპაში და საკმაოდ დიდი საპრიზო ფონდები. კი, ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში დავაანონსეთ ხალი ტურნირი. ხო და ეს არის საინტერესო ცხოვრება, რითაც დავსაჩვენ მოვდივართ. გითხარი, დაახლოებით მე პროგრამას გითხარი, იმიტომ რომ სოციალური ჭადრაკი, ჭადრაკის სკოლებში და პროფესიონალური ჭადრაკი ამ მიმართულებით. ყველა მიმართულებას ორი ხელით ვეთანხმები, განსაკუთრებით სკოლაში ჭადრაკი და სოციალური ჭადრაკი, რაც საზოგადოების განვითარებისათვის არის უმნიშვნელოვანესი. რომ საზოგადოება სრულფასოვნად განვითარდეს და მართალი ხარ, რომ თქვენი მოვალეობა რო შექმნათ პირობები. ჩაატაროთ ტურნირები, დანარჩენი მართლაც ქვეყნის გადასაწყვეტია, თუ როგორი ინტერესი აქვს მაგას. ხაროს თუ ყავთ ტალანტები, როგორ არ ვთქვი, კეიმერი დიდი ტალანტია, გერმანელი მოჭადრაკე. გერმანიამ უნდა გადაწყვეტოს ეს პრობლემა. ნამდვილად შემიძლია, რომ ძალიან დიდი რესურსების ქვეყანაა. და შეუძლიათ ეს ხა საერთოდ წარმოიდგინე, რომ საქართველოს ამხელა პატარა რესურსების ქვეყანაა. რაშიც სპორტში ხარჯავს და ახმარს და რა თქმა უნდა
სწორად ახმარს, იმიტომ რომ ის უკანაც მოვიდა, ხო, ბევრი რაღაცები, ბევრი სპორტი, მათ შორის რაღაც ფიგურულ სრიალს უყურებ ხოლმე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აი ხო უკან დაბრუნდა. ადრე ხარ უყურებდი? ხო, ადრე არ უყურებდი, ეხლა ხო უყურე ადრე. ეხლა მიჯაჭული ვარ უბრალოდ, იმიტომ რომ უკვე მაინტერესებს, ჩემი ქვეყნის ისინი არიან, ხო? ფეხბურთი, კალათბურთზე მე ლაპარაკი არა, მაგრამ ეხლა წყალბურთზე ვარ კიდე, იმიტომ რომ არა მარტო პირადი სიმპათიების გამო დავუშვებ დიდოსთან, არამედ ის რომ ქართული წყალბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა, აბა გავიდეს ახალ ეტაპზე და ეს არის ქვეყნის ისა, კაცო, ჩვენ უნდა დახარჯო და ეხლა გერმანიას შესაძლოა კარგი და ერთი კეიმერი გაგიჭირდათ, ბოლო-ბოლო გაიყვანეთ მსოფლიო ჩემპიონატამდე. მოუყვანეთ გუნდი ისეთი რომ აბარა შეგიძლიათ დაიქირავოთ ყველა. სურა, ვიცი რომ ბლიცის თამაში ძალიან გიყვარს და კარგად თამაშობ თან. მე ახლა არ თავაზობ ჭადრაკის ბლიცით, მაგრამ კითხვა-პასუხის ბლიცი გავაკეთოთ. მოკლე პასუხები. მოკლე პასუხები, ხო, ჩავთვალ საათი. რა გადავთო? არა, კი, გადავთო. შეგიკითხები. სოფლის სამკეთო მოჭადრაკე. ფიშერი, კასპაროვი, კარლსენი. კასპაროვი. კასპაროვი. პირად სიმპათიები მოგვდებს შენთან ერთად. კი. ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ვისთანაც როდესმე გითამაშია. თუ კიდე სამეული თქვი. ასამულს არ ვიტყვი კიდე დოირისი. სემენ დოირისი. რომელსაც ის პასტა ქონდა ხოლმე გარჭობილი ყურში, ეს აი მუშები რო იწვობდნენ რა, ეგრე ქონდა ხოლმე გარჭობილი და მაგიზიანებდა მთელი თავის წილი და იმდენად ღიზიანდებოდი რომ ყველა პარტიზანს ვაიქოდი. კი ბატონო, სურა. რო გადავხედო ჭადრაკის ისტორიას, რომელი ლეგენდარული მოჭადრაკესთან ისურვებდი თამაში ერთი პარტიის უფლება რო გქონდეს. ერთი პარტიის უფლება რომ მქონდეს, რატომაც მაინც კავაბლანკასთან. მაგარი არჩევანი არის. მოდი ახლა როგორც ფუნქციონერი შეგეკითხები. ერთგულება თუ პროფესიონალიზმი? რა არის ეს ბალანსირებული უნდა იყოს. თუ ერთგულება არ არის, მარტო პროფესიონალიზმი წინ ვერ გახვალ და ასევე მარტო მით რა ქვია, ერთგულებით თუ არა თუ არაფერი არ იცის? ორივე ერთად უნდა. კი ბატონო. სად უფრო მეტ ადრენალინს გზნობ ჭადრაკის დაფასთან თუ საარჩევნო ყრილობაზე? ჭადრაკის დაფასთან ბლიჩი. სურა, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისათვის. ჩვენ გადაცემას ქვია გონების დაფა, გვაქვს გონების დაფა, რომელზეც ჩვენი ყველა სტუმარი თავის ამოხსოვრო ავტოგრაფს ტოვებს. არ მარტო ავტოგრაფი შემიძლია უთრო, ვინც უყურებს გონების დაფას, პირველ რიგში კარგ შეება, ვინც დაკავებულია ჭადრაკით, თუნდაც ისე რომ აი დღეში ერთი პარტია ეთამაშოს, თუნდაც კვირაში ერთი პარტია, ყველას მივესალმები და ურჩევ რომ ეს გააკეთოს, იმიტომ რომ ნამდვილად ამით ცუდს არაფერს არ შეიძენს და რა ვიცი, წარმატებას გისურვებ შემოგია, იმიტომ რომ რა არის ის ხშირად ჩემი ცოლის სიტყვას ვამბობ და აი შენზე მითხრა ესეთი რაღაცა რომ გია ძალიან დახვეწილი პიროვნებაო, ყველგან, ყველა ეტაპზეო ცხოვრებაშიო, შეძლო გამოენახა საქმე, რომელიც იქნებოდა მისთვის და საზოგადოებისთვის ვინმე. მადლობა.